მოცემული ნატურალური რიცხვის 7-ზე გაყოფის დროს ნაშთი უდრის 3-ს. ანუ n-ი რო გავყოთ 7-ზე, ნაშთი არის 3. რა ნაშთს რას უდრის ნაშთი 7-ზე გაყოფის დროს, თუ მოცემულ რიცხვს გავადიდებთ 2-ით. ანუ n + 2 7-ზე რო გავყოთ, რა ნაშთს მივიღებთ. ეს რო ამოვხსნათ, n-ის მაგივრად ისეთი რიცხვი უნდა ჩავსვათ, რომ 7-ზე გაყოფისას ნაშთი იყოს 3. რაც უფრო პატარა რიცხვს ჩავსვამთ, მერე გამოთვლები უფრო გაგვიმარტივდება. ამიტომაც პირველივე რიცხვი შეგვიძლია ჩავსვათ, ეს არის 3. 3 რო გავყოთ 7-ზე არის განაყოფში 0 და ნაშთი არის 3. იგივე პასუხს მივიღებდით. იგი უფრო სწორად ამოიხსნება, თუ 3-ის მაგივრად ასევე ჩავსვამთ 10-ს. ჩავსვათ ამ შემთხვევაში n-ის მაგივრად 3, 3 + 2 გავყოთ 7-ზე უდრის 5 გავყოთ 7-ზე, განაყოფში არის 0 და ნაშთი არის 5. გადავიდეთ შემდეგზე. რაიმე ნატურალური რიცხვის 11-ზე გაყოფის დროს ნაშთი უდრის 5-ს. ანუ n + 11, n-ი რო გავყოთ 11-ზე არის ნაშთში არის 5. რას მივიღებთ ნაშთში 11-ზე გაყოფის დროს, თუ მოცემულ რიცხვს გავადიდებთ 4-ით. ანუ n + 4-ის 11-ზე გაყოფის დროს. აქაც n-ის მაგივრად შეგვიძლია პირდაპირ ჩავსვათ 5, 5 + 4 გავყოთ 11-ზე. ანუ 9 გაყოფილი 11-ზე, განაყოფში არის 0 და ნაშთში არის 9. რაიმე ნატურალური რიცხვის 4-ზე გაყოფის დროს ნაშთი უდრის 3-ს. რას მივიღებთ ნაშთში? ანუ n-ი რო გავყოთ 4-ზე, ნაშთი არის 3. რას მივიღებთ ნაშთში 4-ზე გაყოფის დროს, თუ მოცემულ რიცხვს გავადიდებთ 2-ით. ანუ n + 2-ის 4-ზე გაყოფის დროს მიღებული ნაშთი. n-ის მაგივრად ჩავსვათ 3, 3 + 2 გავყოთ 4-ზე, უდრის 5 გავყოთ 4-ზე, განაყოფი 1 და ნაშთიც 1. შემდეგი განვიხილოთ, რაიმე ნატურალური რიცხვის 3-ზე გაყოფის დროს ნაშთი უდრის 1-ს. ანუ n-ი რო გავყოთ 3-ზე არის ნაშთი 1. რას მივიღებთ ნაშთში 3-ზე გაყოფის დროს, თუ მოცემულ რიცხვს გავადიდებთ 7-ით. აქაც n + 7 რო გავყოთ 3-ზე, უნდა ვიპოვოთ ნაშთი. n-ის მაგივრად ჩავსვათ 1, 1 + 7 გავყოთ 3-ზე არის 8 გაყოფილი 3-ზე არის განაყოფი 2 და ნაშთი 2.